მომენტი დათმა არ გამოდის ჯერჯერობით. კარგი კომბინაცია, ეხლა შეიძლება მარცხენა ფლანგი და დაავე, კაი ჯარიმა გრძელდება, არ გააჩერავს საჭმა. სახიბათო მომენტი ჩაწოდება საჯარიმოში და ნუ ეხლა ამ ჯარიმას აღარ დადებს. ეხლა ამ გადასახედიდან ჯობდა პრესინგმა გამოიღო შედეგი. მოდი ესე ვთქვა. საჯარიმოში ცოტა. არა, მაკარიძეს სიმშვიდე უნდა იყოს გადამდები. პირველი კაციდან ჩაწოდებას. რა ვიცი, შეიძლება კონდეს აზრი მაინც არეულობა საჯარიმოში ჩაწოდება და 1-0. არა, არ ჩათვალა. რა მისცა ეხლა ამას ნახავთ გამეორებაში. რა კარგი ეპიზოდი იყო, საჰაერორთან ბრძოლა მოვიგეთ და გავხსენით ანგარიში, თუმცა აბა ნახოთ წესების წესების დარღვევა ვერ ხვდები მართალი გითხრა. კიდან არაფერი არ ჩანდა, აი ახლა ცუდი რა ხდება, ვერ გავიგე. მართლა ვერ გავიგე. თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ხო, იყო თამაშგარე, კი, იყო პას მომენტში. არა და ძალიან კარგი. სამი ეტევა სულ და იქნება ერთი 1500 კაცამდე, არ ვიცი, აქედან რაც ჩანს არ ამგონია, მაგრამ ეს როგორ ჩაივლის ჩაწოდება საჯარიმოში, თავით არეულობა გამოაქვთ. ხო, ნუ რაც ეს ვიცით, რომ ესე იქნება, ესე გაგზელდება. ამიტომ ერთი გამაყუჩებელია საჭირო გოლის სახით. ერთი კარგი შეტევა, შეტევა იყოს, თუნდაც კიდევ ერთი ჩაწოდება, რა დროს გაჭედა. მაკარიძე 7-ია, კარგია, არის ხარო, ჯობია რომ არ დავკარგოთ გუთი ბარტიშვილი. გაითამაშეს, არ ჩააწოდეს, ნუ სწორიც არის, მე თუ მკითხავ, ნიძოლავა ჩაწოდება, ნუ არა, ეს ცოტა სორხაზოვანია ესენი რა, იქ. დავე გოლ შეტევა, მარტოა, არა, გაიქცა მეორეც მიიღო ბურთი, სახიბათო მომენტი, ეხლა მარჯვენა ფლანგიდან. ყურადღებით უნდა ვიყოთ, თამაშ წესს არ უნდა დაარღვიოთ, თან ჩაწოდება საჯარიმოში და ყმა, ვაი, ხო მაკარიძემ. სწორხაზო უნდა დაარღვიოს, ნუ აი ესეთი მომენტი ჩვენ არ ქონია და გვიჭის, ძალიან გვიჭის. მეკოქემ აი ახლა მკერდით როგორც დაუბრუნდა, თანაგუნდელს ბურთი. აბა, ამდენი საშუალებას უკვე მეორე ეპიზოდი ყურადღებით. მეორე ეპიზოდი ვნახეთ, სადაც თავისუფლად გაითამაშეს. შეცვალოს აქ. კი ბატონო და ყავს ახლა ნიკა სიხარულაშვილი, რომელსაც შეუძლია და გოლის ალღო აქვს ამ ფეხბურთელს და ძალიან გამორჩეულია. ყურადღებით რიკოშეტი. და ესეც სხვა კარშია პრინციპში. ხო, ცოტა სხვანაირად თამაში არის საჭირო. ძალიან დიდი ოპერაციობა მივეცით. მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდება კიდევ ერთი. და ყურადღებით და კიდევ ერთხელ მაკარიძე ბრავო! კიდევ ერთი მომენტი და ძალიან მძიმე ფონია. და ისევ შუაში კარგად ითამაშა მაკარიძე. რაც პირველ რიგში ალბათ დასაგებულებელია ეს არის ყურადღებო მომენტი წაიქცა არა ხო არ ვიცებს ყურადღებით დანიშნა თუ არა დაკმაგარი ფეხბურთელია იბერია საჯარიმოში ლარნე შემადგენლობიდან ჩაწოდება თავით არ გამოვიდა კარგი იყო იქ მაკარიძე აუტი იქნება ვერ დაეწევა და იქ ტრავმა მიიღო მაკარიძე შემავსების საგანია უკვე კლუბის ჩაწოდება საჯარიმოში აქ მაკარიძე ყურადღებით ჯარიმოში და კიდევ ერთი არასასიამოვნო მომენტი მაკარიძე წევს დულოწუთებს ნუ ეს პასი რა ვიცი ხა კი მიიღო კაი გამპასი გამოვიდა პრინციპში კარგი იყო კარგი გათამაშება აი ეს გვინდა გადარჩა კარგი იყო თავიდან აი ეს იყო ეხა ეს რო გაგვეტანა უკვე არაერთი ქართველის გამოსვლა მოკლედ დასრულდა. პირველი შეხვედრა განმეორებით მატჩი უკვე 11 ივნისს გვერდის ჩვენ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. მძიმე ბრძოლაში საბოლოოდ რა თქმა უნდა